მეგობრებო, გამარჯობათ. ჩვენი YouTube არხი ამ ვიდეოში მოგიყვებათ იმაზე, რომ შემთხვევით ჩვენი აზრით თუ როგორ გაშიფრა ამ არხის ავტორმა, ბატონმა გიორგიმ, ეგრეთ წოდებული ბაშფლემის ფირფიტა და ცხადია აგრეთვე თან იმაზეც, რომ თუ რა წერია ჩვენი ვარაუდით, ამ ერთ-ერთ უძველეს ბაზალტის ფირფიტაზე. ანუ თუ როგორი შიფრება იგი, წარწერა, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა იყოს დაახლოებით 3500 წლის. და ჯერ ვცადოთ ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ თუ რა არის ეს ბაშფლემის ფირფიტა, რომელიც არქეოლოგების მიერ ნაპოვნია საქართველოში, დმანისთან ბაშფლემის ტბის ახლოს. დიახ, მაშ დავიწყოთ. მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი წარსულის მქონე კუთხე დმანისი უკვე კარგა ხანია მსოფლიო არქეოლოგთა შორის საკმაოდ პოპულარულია, ხოლო განსაკუთრებით კი რაც იქ აღმოაჩინეს ჰომინიდები, პირობითი სახელწოდებით ზეზვა და მზია. აღსანიშნავია, რომ ზოგადად დმანისში აღმოჩენილ ჰომინიდ ადამიანთა ნაშთები არქეოლოგიურად დათარიღებულია 1,7 მილიონი წლით, რაც ჯერჯერობით სავარაუდოდ უძველესია მსოფლიოში აფრიკის გარეთ ნაპოვნ ჰომინიდთა კვალის სიძველის მხრივ. თუმცა როცა ვსაუბრობთ ხსენებულ ბაშფლემის ფირფიტაზე და მის ასაკზე, როგორც აღვნიშნეთ, ისიც საკმაოდ ძველია და მეცნიერთა აზრით შესაძლოა განეკუთვნებოდეს ადრეული რკინის ხანის ან თუნდაც გვიანი ბრინჯაოს ხანის პერიოდს. ნივთი ნაპოვნია დმანისში, ბაშფლემის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეთევზეთა მიერ 2021 წელს. აღსანიშნავია, რომ ბაშფლემის ფირფიტის წარწერა, ასე ვთქვათ, განლაგებულია დაახლოებით 20-24 სანტიმეტრის დიამეტრის წრის შიგნით, რაც ამ YouTube არხის ავტორის ვარაუდით, გამორიცხული არაა, რომ შეიძლება ასოცირდებოდეს ან მზის ფორმასთან, ან თუნდაც მაგალითად ღამის ვარსკვლავებიანი ცის ხედის წრიულ ფორმასთან. აგრეთვე ალბათ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წარწერის შინაარსის ჩვენეული ჰიპოთეზით, წარწერა სავარაუდოდ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და თანაც საკმაოდ კომპაქტური კალენდარია, რომელიც მიუთითებს სავარაუდოდ იმდროინდელ ვარსკვლავთ მრიცხელ მოკვთა, საკმაოდ მნიშვნელოვანსა და მზარდ ერუდიციაზე. საყურადღებოა, რომ ფირფიტა დამზადებულია ადგილობრივად მოპოვებადი ბაზალტისაგან, რაც ალბათ სხვათა შორის უნდა წარმოადგენდეს, ასე ვთქვათ, სამწერლობო ისტორიაში ერთ-ერთ საკმაოდ უჩვეულო მოვლენას, რადგან ეს არაა მაგალითად თუნდაც თიხის ფირფიტა, ხოლო გვიანი ბრინჯაოსა თუ ადრეული რკინის ხანაში. ბაზალტზე წერა ზოგადად სავარაუდოდ საკმაოდ ძნელი იქნებოდა. აგრეთვე ზოგ მეცნიერთა აზრით, წარწერის სიმბოლოებიც უჩვეულოა, ისინი მგონი მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ მიამსგავსეს სათანადოდ საკმარისი დამაჯერებლობით სხვა ვერცერთ უძველეს ტექსტებს, ხოლო ეს კი მგონი არ ამყარებს იმ ჰიპოთეზას, რომ ფირფიტაზე შეიძლება ეწეროს ესა თუ ის მაგალითად რელიგიური, სამხედრო თუ გეოგრაფიული დანიშნულების ტექსტები. ხოლო ახლა კი იმაზე, თუ როგორ წარმოებდა ამ ხსენებულ ბაშფლემის ფირფიტაზე არსებული ამ ამოუცნობი სიმბოლოების გაშიფრვა ჩვენი გუნდის მიერ, მგონი ცხადია, რომ ვინაიდან ჩვენი აზრით წარწერა არ ჰგავდა, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ ლიტერატურულ ტექსტს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა გასარკვევი იყო, თუ რომლიდან რომელი მიმართულებით უნდა წაგვეკითხა სიმბოლოები. ამ თვალსაზრისით ვამჯობინეთ, რომ ფირფიტა გვეკითხა ისე, რომ ის სიმბოლო, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა ყოფილიყო მზე, განლაგებული ყოფილიყო ზევით, ანუ თითქოს ჩვეულებისამებრ ცაზე ან ცისკენ, ხოლო წაკითხვისას კი, თან ამავდროულად მივყოლოდით მზის სიმბოლოს ქვედა სტრიქონის მარცხნივ არსებულ, თითქოს მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით ისარს, ნახევრად ხუმრობით, თითქოს როგორც ერთ-ერთ შესაძლო უძველეს მოგვ ასტრონომთა ბრძნულ ინსტრუქციას. ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში გვეგონა, რომ ფირფიტას გამორიცხული არაა გააჩნდა გარკვეული კონცეპტუალური მსგავსებები მსოფლიოს სხვადასხვა კალენდრებთან, როცა შევჩერდით ეგვიპტური კალენდრების იმ ვერსიებზე, რომლებშიც მთვარის თვეები იყოფიან სამად, ანუ სამ ეგრეთ წოდებულ 10 დღიან დეკანებად. სიტყვაზე, მაგალითად ერთ-ერთი ძველ ეგვიპტური წიგნი, ეგრეთ წოდებული ნუტის წიგნი, ქადაგებს, რომ ასტრონომიულ კონცეპტუალურად, თუ ჯერ მთვარის თვეებიდან 12-ს გავყოფთ სამზე და მერე შევკრებთ აქედან მიღებულ 36 10 დღიან დეკანს, მაშინ ჯამში მივიღებთ თითქმის 1 წელიწადს. ანუ 360 დღეს, რომელსაც, თუ 5 დღესაც დავუმატებთ, მაშინ მივიღებთ სრულ 1 წელიწადს. ასე რომ, ამ ვიდეოში ძალიან მოკლედ რომ მოგახსენოთ დაახლოებით ამ ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ჩვენ როდესაც დავაკვირდით ხსენებულ ბაშფლემის ტბის ფირფიტას, ჰიპოთეტურად დავასკვენით, რომ ბაზალტის ეს ძველი, თუმცა საკმაოდ გამძლე ნივთი შესაძლოა წარმოადგენდეს მსოფლიოში ერთ-ერთ შესაძლოა საკმაოდ უნიკალურ, შერეული ტიპის, ანუ მზე მთვარე შერეული ტიპის უაღრესად კომპაქტურ კალენდარს. მომავალში ვგეგმავთ ვიზრუნოთ აქ ამ შიფრის უფრო დეტალური ანალიზის გამოქვეყნებაზეც. მაგრამ ამჯერად ამ კონკრეტულ ვიდეოში გთავაზობთ გაშიფრის მხოლოდ შედარებით მოკლე ვერსიას.
სიმარტივისათვის გადავწყვიტეთ სხვადასხვა ფერად შეგვეფერადებინა შიფრის ის ელემენტები, რომლებსაც სავარაუდოდ უნდა გააჩნდეთ განსხვავებული შინაარსობრივი ფუნქციები. მაგალითად, წითლად გაფერადებული სიმბოლოები, თითოეულნი, შესაბამისად სავარაუდოდ განასახიერებენ წელიწადის 4 დროს 4 სეზონს, ოღონდ გაყოფილს ერთმანეთისგან ბუნიობებით და მზებუდობებით, ანუ მზის ასტრონომიული სოლსტისებით და ეკვინოქსებით. ესე იგი, ალბათ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ კალენდრით მზის ციკლი, ანუ წლის დასაწყისი უნდა ითვლებოდეს ზამთრის ბუნიობიდან, ანუ დაახლოებით 25 დეკემბრიდან, რაც სავარაუდოდ ერთ-ერთი ეგვიპტური კალენდრის მსგავსად საჭიროებს დაახლოებით 5 ან 6 დღის დამატებას. 25 დეკემბრიდან იმ 30 ან 31 დეკემბრამდე. ალბათ ესე იგი საიდანაც იწყებოდა ხოლმე ახალი იანვრის მთვარისთვის დათვლა. ხოდა, ჩვენს მიერ ნარინჯისფრად შეფერადებულ მართკუთხედებშიც სავარაუდოდ სწორედ ეს დეკემბრის დღეებია, თუ ზამთრის ბუნიობას დაახლოებით 6 დღეს დავუმატებთ, რომ დეკემბრის თვლა იანვრის ახალი მთვარიდან ვაწარმოოთო, მერე გასაკვირად ის აღარ მივიჩიოთო, რომ 31 დეკემბრის მოსვლამდე. სწორედ ამდენივე 6 დღე დეკემბრისთვის ხანგრძლივობას, ამჯერად უნდა გამოაკლდეს ანგარიშისას, იმ შემთხვევაში, თუ კალენდარი გსურს ისევ მზის ზამთრის ბუნიობაზე ორიენტირდესოს სწორედ მზის წლებისა და ესე იგი არა მთვარის წლების საანგარიშოდ. ამ მხრივ, შესაძლოა არასაკმარისად დამაჯერებლად. თუმცა ნიშანდობლივად ჟღერდეს, რომ მეორე ნარინჯისფერ მართკუთხედამდეც და ამ მართკუთხედით მონიშნული მეორე ექვსეულის დასაწყისშიც ჩანს თითქოს დაღმავლობის ანუ გამოკლების და არა შეკრების ანუ აღმავლობის მსგავსი სიმბოლოები. რაც შეეხება ლურჯ სიმბოლოებს, წერტილიანი რგოლი ერთ შემთხვევაში ალბათ უნდა მიუთითებდეს ზამთრის ბუნიობასა და ანუ მზის ციკლის. ანუ ერთი მთელი წლის დასასრულს, ხოლო მეორე შემთხვევაში კი სავარაუდოდ საუბარია მთვარის ციკლის, ანუ მთვარის ერთი მთლიანი თვის დასაწყისის დემარკაციაზე, ტოტზე ჩამოკიდებული წრის მსგავსი სიმბოლოთი და მთვარის ციკლის, ანუ მთლიანი თვის დასასრულზეა საუბარი, ტოტზე ჩამოკიდებული წერტილიანი წრის მსგავსი სიმბოლოთი. სავარაუდოდ სადემარკაციო ნიშნები შიფრის კითხვისას სხვა სეგმენტებშიც გვხვდება, ხოლო ამ სურათზე კი ვეცადეთ შეძლების დაგვარად გამოგვეკლო თითქმის ყველა შესაძლო სადემარკაციო ნიშნები, რომ დაგვეტოვებინა მხოლოდ შინაარსი, თითოეული 10 დღე. სამჯერ უნდა დაითვალოს. თვის მისაღებადო, ხოლო სრული წლის მისაღებად კი საჭიროა თვეები გადაითვალოს ზუსტად იმდენჯერ, რამდენი სიმბოლოებიცაო ერთად ორივე ნარინჯისფერ მართკუთხედებში, ანუ 12ჯერ, მაგრამ ცხადია არც ის უნდა გვავიწყდებოდესო, რომ ამ მზე მთვარე შერეული ტიპის კალენდრით სარგებლობისას. დეკემბრის მზის ბუნიობებსა და შესაბამისი მთვარისთვის ციკლების ერთმანეთის მიმართ შესათანხმებლად რაოდენ შესაძლოა პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საჭიროა იმ 6 დღის ხან ბუნიობაზე დამატება, ხოლო ხანაც კი დეკემბრის დასასრულიდან გამოკლებაო. კალენდრის როგორც ზედაპირველი, აგრეთვე ქვედა ბოლოს ტრიქონი სავარაუდოდ მიუთითებს მთელ წელს, ოღონდ ცხადია ეს ერთ შემთხვევაში დახატულია ამომავალი და ჩამავალი მზის ბუნიობებთან მიმსგავსებული სიმბოლოებით, ხოლო მეორე შემთხვევაში კი, ალბათ გაზაფხულისა და ზამთრის სეზონების აღმნიშვნელი სიმბოლოებით.